შალომ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო. მე ჯოზეფი მქვია. მინდა, ახლავე წარმოიდგინოთ რაღაც მარტივი. წარმოიდგინეთ, რომ ყოველ დილით, როდესაც სახლიდან გადიხართ, ჯიბეში მძიმე საფულე გიდევთ სავსე სუფთა ოქროთი. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ლითონი, რომლის დალომბარდაც შეგიძლიათ რომელიმე მაღაზიაში. ეს არის თქვენი სასიცოცხლო ძალა. ეს არის თქვენი შვილების ჯანმრთელობა. ეს არის იღბალი თქვენს საქმეში და მშვიდობა თქვენს ოჯახში. ასე რომ, თქვენ ლიფტისკენ მიდიხართ, ხვდებით მეზობელს წყლის გამაგრილებელთან, ან უბრალოდ ნაცნობს ქუჩაში. ეს ადამიანი, ხშირად ფიქრის გარეშე, გისვამთ ყველაზე ჩვეულებრივ, რუტინულ კითხვას. თქვენ კი ვერც კი შეამჩნევთ, ამოიღებთ ამ საფულეს და ასე, სინამდვილეში არაფრისთვის, ოქროს ნახევარს უღრით მათ. შემდეგ საღამო დგება და თქვენ სამზარეულოში ზიხართ, სრულიად დაღლილი, ფიქრობთ, რატომ ჩაიშალა ეს გარიგება ბოლო წუთს, რატომ დაიწყო ჩხუბი თქვენს ცოლთან არსაიდან. ფიქრობთ, რომ ეს უბრალოდ უიღბლობაა. არა, ჩემო მეგობრებო. ჩემი ბაბუა, ბრძენი მოხუცი ებრაელი, ყოველთვის მეუბნებოდა. იოსია, შენი პირი კარიბჭეა. თუ ძალიან ფართოდ გააღებ, მთელი შენი სითბო გარეთ გაფრინდება. და ცივი ქარი შემოვარდება. მან მასწავლა, რომ ჩვენ საკუთარ ძალას ვკარგავთ, როდესაც მარტივ კითხვებს არასწორად ვპასუხობთ. დღეს მე გეტყვით, რა მითხრა მან. ჩვენ ავხსნით, თუ რატომ არის უცნობებთან გულწრფელობა თქვენი ცხოვრების ყველაზე ძვირადღირებული შეცდომა. მე აგიხსნით, თუ რატომ არის ეს ნაცნობი დიალოგი, როგორ ხარ, სინამდვილეში ხაფანგი და როგორ მასწავლა ბაბუამ, რომ თავი აერიდებინა მისგან, რათა სახლში იღბალი შემენარჩუნებინა. და ყურადღებით მომისმინეთ. ყველა რჩევა, რომელსაც ახლა მოგცემთ, უშეცდომოდ მუშაობს, მაგრამ არის ერთი რამ, რაც აუქმებს თქვენს ყველა ძალისხმევას, მაშინაც კი თუ თევზივით ჩუმად დარჩებით. ბოლოს, მე გეტყვით დროის ბომბის შესახებ, რომელსაც ახლა ჯიბეში ან ჩანთაში ატარებთ. ეს არის შეცდომა, რომელსაც ყოველდღე ვუშვებთ და სწორედ ეს უშლის ხელს დიდი ფულის და ნამდვილი ბედნიერების მოსვლას. აუცილებლად უყურეთ ამ ნაწილამდე, რადგან ამ საბოლოო წესის გარეშე ყველაფერს აზრი არ აქვს. ასე რომ, პირველი ტექნიკა, რომლითაც დავიწყებთ, ასე ჟღერს. არასდროს არავითარ შემთხვევაში არ უთხრათ უცნობებს ზუსტი რიცხვები. ჩვენ ამას ბუნდოვანი რიცხვების ტექნიკას ვუწოდებთ. გაიგეთ ერთი მარტივი რამ. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც სამწუხაროდ ადამიანებს უყვართ სხვისი ფულის დათვლა. როდესაც ნაცნობი ან კოლეგა გკითხავთ, რამდენი გადაიხადეთ ამ მანქანაში? რა დაჯდა რემონტი? რა არის თქვენი ხელფასი ახლა? მათემატიკა არ აინტერესებთ. თავად რიცხვს მათთვის მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელოვანია თქვენი ადგილის განსაზღვრა მათთან შედარებით. ეს ტესტია. თუ გულუბრყვილოდ მისცემთ მათ ზუსტ თანხას, თქვენ უნებლიეთ გადასცემთ მათ თქვენს ცხოვრებაში წვდომის კოდს. თქვენ სამიზნე ხდებით. შეხედეთ, როგორ მუშაობს ეს. თუ დაასახელებთ ციფრს, რომელიც ადამიანისთვის პატარა ჩანს, ისინი მაშინვე დაგამცირებენ. ისინი იფიქრებენ ან იტყვიან, ეს იაფფასიანი ნივთია. ხარისხი ალბათ საშინელია. შენაძენით გამოწვეული შენი სიხარული მათი ზიზღით იწამლება. და თუ მათთვის დიდ ციფრს დაასახელებ, მაშინვე შურის მხედს გააღვიძებ მათში. ისინი იფიქრებენ, საიდან ამდენი ფული იშოვა, რა სულელია, რომ ასე ზედმეტად გადაიხადა. ჩემთვის უნდა მოეცა. ზუსტი რიცხვი მათ თავში კალკულატორს აამოქმედებს. ადამიანი იწყებს იმის გარკვევას, თუ რამდენი სესხება შეუძლია თქვენგან. ან იწყებს გაბრაზებას იმაზე, თუ რატომ გაქვს ეს თანხა და რატომ არა. საკუთარი ხელით ქმნი დაძაბულობას იქ, სადაც არ იყო. დაბინდული რიცხვების ტექნიკა საშუალებას გაძლევს, სხვა ადამიანების შურისთვის უხილავი დარჩე. არ აძლევ მათ კაუჩს, რომ ჩამოგაკიდონ. ჩემი ბაბუა ძველი სკოლის კაცი იყო, წარმოუდგენელი მიწიერი სიბრძნით. მან იცოდა დუმილის ფასი. კარგად მახსოვს ჩემი ახალგაზრდობის ერთი შემთხვევა, რომელიც მთელი ჩემი ცხოვრების გაკვეთილად იქცა. ბაბუამ ახლახანს ძალიან წარმატებული გარიგება დადო და კოსტუმისთვის შესანიშნავი ქსოვილი იყიდა, იმ დროისთვის ძალიან ძვირი. ქუჩაში ერთად მივდიოდით, კმაყოფილი იყო, ქსოვილი შეკვრაში იყო გახვეული. შემდეგ კი მეზობელს შევხვდით. საკმაოდ წესიერი ბიჭი იყო, მაგრამ ენა გრძელი ჰქონდა და თვალები ხარბი. მეზობელმა მაშინვე შენიშნა შეკვრა, განათდა და პირდაპირ მკითხა. აბრაამ, ვხედავ, რომ ეს ინგლისური მატყლია. შესანიშნავია. მაშ რა გადაიხადე ასეთ სილამაზეში, მე ახალგაზრდა და სულელი ვაპირებდი ამაყად მეყვირა თანხა, რათა გვეჩვენებინა, რამდენად მდიდრები ვიყავით. მაგრამ ბაბუამ ჩუმად მომხვია მხარზე და
ყეთილი ღიმილით შეხედა მეზობლის თვალებში, ვუპასუხე, იცი, ძალიან სამართლიან ფასად ვიღიდე. იმაზე ნაკლებ ფასად, ვიდრე ბაზარში ითხოვდნენ, მაგრამ ზუსტად იმდენი, რომ ჩაცმის არ შემრცხვებოდა. მეზობელი შეკრთა. მან თითქოს მიიღო პასუხი, მაგრამ რიცხვი არ იყო. არ იცოდა, შური ეძია თუ სიცილი. იქვე იდგა, ირგვლივ ირწეოდა და ხელცარიელი წავიდა. შემდეგ ბაბუამ მითხრა, იოშია, მომისმინე. თუ მათ ნომერს ეტყვი, შენს შენაძენს საკუთარად ჩათვლიან. სადილზე განიხილავენ. მაგრამ სანამ ციფრს არ იციან, ნივთი მხოლოდ შენ გეკუთვნის. დატოვე ისინი ნისლში, მიეცი საშუალება გამოიცნონ. შენს იღბალს აღრიცხვა არ უყვარს. მეორე ტექნიკა წარმატების ამორტიზაცია. ძალიან ყურადღებით მომისმინე, რადგან ის, რასაც ახლა ვიტყვი, ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც სკოლაში გვასწავლიდნენ და რასაც მოდური მწვრთნელები ინტერნეტში ასწავლია. ჩვენ ყოველთვის გვეუბნებოდნენ, ისწრაფე წარმატებისკენ, იყავი პირველი, დადექი პოდიუმზე, ყველამ ნახოს შენი გამარჯვება. მაგრამ არავინ გვითხრა, რომ პოდიუმი მსოფლიოში ყველაზე მარტოსული და ყველაზე დაუცველი ადგილია. მეორე ტექნიკას წარმატების ამორტიზაცია ეწოდება. ეს არის ხელოვნება, რომელიც სხვის შურს ჩაახშობს, სანამ ის შენს ბაღში ნასროლ ქვად გადაიქცევა. მოდით გავიგოთ, რა ხდება ადამიანების თავში, როდესაც მათთან კარგი ამბებით მიდიხარ. დაწინაურდით, ან იღიდეთ ახალი ფართო ბინა, ან თქვენმა შვილმა პრესტიჟულ კონკურსში გაიმარჯვა. ბედნიერების ფრთებით დაფრინავთ, სიხარულით ხართ სავსე, გსურთ მისი გაზიარება. მიდიხართ მეგობრებთან ან კოლეგებთან და ამ ბედნიერებას მათზე აყრით. და რას ხედავთ? დიახ, ისინი იღიმიან. გეუბნებიან, გილოცავთ. მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით, თუ მათ თვალებში ღრმად ჩახედავთ, იქ ჩრდილს დაინახავთ ტკივილის მიკროწამიან ციმციმს. რატომ? არა იმიტომ, რომ ისინი ცუდი ადამიანები არიან, არა იმიტომ, რომ არ უყვარხართ, არამედ იმიტომ, რომ თქვენი წარმატება მათთვის სარკეა, რომელშიც საკუთარ წარუმატებლობას ხედავენ. თქვენი ახალი პოზიცია ახსენებს მათ, რომ 5 წელია ერთსა და იმავე ადგილას ხედან. თქვენი ახალი ბინა მათ ვიწრო სამზარეულოს და იპოთეკას ახსენებს. ეს არაცნობიერად ხდება. ამ მომენტში თქვენ შორის ელექტრო დაძაბულობა წარმოიქმნება. ეს არის ის ძალიან ცუდი ენერგია, ბოროტი თვალი, შური, როგორც გინდათ, ისე უწოდეთ. თუ ეს დაძაბულობა არ მოიხსნება, ის აუცილებლად დაგიბრუნდებათ. კოლეგები ზურგს უკან ჩურჩულს დაიწყებენ და წვრილმანებში დაგამცირებენ. მეგობრები ნაკლებად დაგიკავშირდებიან. ნათესავები უცებ ძველ წყენას გაახსენდებიან. წარმატების ამორტიზაცია უსაფრთხოების ტექნიკაა. ეს ამ ელექტრული განმუხტვის დამიცების საშუალებაა. როგორ მუშაობს ეს? ძალიან მარტივად. ყოველ ჯერზე, როცა თქვენს წარმატებას გაახმაურებთ, მაშინვე იმავე წამს უნდა დაუმატოთ მას ერთი კოუზი ფისი. უნდა აჩვენოთ ფასი, რომელსაც ამ წარმატებისთვის იხდით. სიხარული ოდნავ უნდა შეამციროთ, რათა გარშემომყოფებს თვალები არ დააბრმავოთ. ხალხი მზადაა გაპატიოთ სიმდიდრე, თუ იციან, რომ ამის გამო ძილს კარგავთ და წნევის აბებს სვამთ. ხალხი მზადაა გაპატიოთ ნიჭიერი ბავშვები, თუ გაიგებენ, რომ ეს ბავშვები სრულიად უკონტროლოები არიან და სახლში კოშმარები არიან. ხალხი წარმატებას მხოლოდ მაშინ აპატიებს, როცა ხედავს, რომ ეს გტკივა. ეს მათ შინაგან მხედს სამშვიდებს. ისინი ფიქრობენ, აჰა, ის უფროსია, მაგრამ ნერვებისგან კუჭის წყლული აქვს. არა, მირჩევნია უბრალო კლერკი ვიყო, მაგრამ ჯანმრთელი. და ბალანსი აღდგება. შური თანაგრძნობად ან მშვიდ გულგრილად იქცევა და ზუსტად ეს გუჭირდება. ჩვენი ბედნიერების გარშემო სიჩუმე გუჭირდება. ახლა მოგიყვებით ისტორიას, რომელიც მრავალი წლის წინ მოხდა, როცა ჯერ კიდევ მწვანე ბავშვი ვიყავი. ჩემი ბაბუა, ყველაზე ბრძენი კაცი, კურთხეული იყოს მისი ხსოვნა, მეგობრობდა ბორისთან. ბიძია ბორია ხმაურიანი, დიდსულოვანი კაცი იყო, მაგრამ ცოტა გულუბრყვილო. მთელი ცხოვრება ოცნებობდა ქალაქგარეთ საკუთარი სახლის აშენებაზე, უძრავი ქონებაზე, სადაც მთელ ოჯახს შეკრებდა. შემდეგ კი მისი ოცნება ახდა. ის ჯორივით მუშაობდა, კაპიტალი დააგროვა და უზარმაზარი სახლი ააშენა. ორსართულიანი, ვერანდით, ბაღით. უბრალოდ სასახლე იმ დროისთვის. და რა თქმა უნდა, როგორც კი დასრულება დასრულდა. ბიძია ბორიამ გადაწყვიტა გრანდიოზული სახლის განახლების წვეულების მოწყობა. მან ყველა დაპატიჟა. ნათესავები, მეგობრები, ბიზნეს პარტნიორები და მეზობლებიც კი, რომლებსაც ძლივს იცნობდა. ბაბუაჩემმა ამის შესახებ რომ შეიტყო, თავი გააქნია და მითხრა, იოსია, ადრე წავიდეთ. ბორია უნდა გადავარჩინოთ.
თორემ ეს ზეიმი მისი მშვიდი ცხოვრების დაკრძალვად იქცევა. სტუმრებზე 1 საათით ადრე მივედით. ბიძია ბორია გაბრიალებული სპილენძის ნიჟარასავით ბრწყინავდა. ოთახებში დარბოდა, ხელებს იფშვნებდა და ამბობდა: ახლა ყველა შურით მოკვდება. ახლა მე ვაჩვენებ, როგორ იცხოვრონ. ეს პარკეტი ნახე, იოსია, მუხა. ბაბუამ ის გვერდზე გაიყვანა, სკამზე დასვა და მტკიცედ უთხრა, როგორც მხოლოდ მას შეეძლო: ბორის მომისმინე. თუ ახლა ამ პარკეტითა და ამ ჯაღებით დაიწყებ ტრაბახს, მთელი ცხოვრება მტრებს გაიჩენ. ხვალ საგადასახადო სამსახური მოვა შენთან. ზეგ მეზობლები შენს ძაღლს მოწამლავენ და ერთ თვეში გაგძარცვავენ. ეს გინდა, ბიძია ბორია შეშინდა. მაშ რა ვქნა? არ შევუშვა? შეუშვა, თქვა ბაბუამ. მაგრამ უნდა დარწმუნდე, რომ აქედან შურით კი არა, არამედ იმ ფიქრით წავლენ, რომ ამ სასახლეში ცხოვრება შენთვის არც ისეთ კბილია. ბორია, უნდა იჩივლო. ისე უნდა წუწუნო, როგორც ცხოვრებაში არასდროს გიწუწუნია. ასე დაიწყო ნადიმი. სტუმრები ღია პირით დადიოდნენ, ძვირადღირებულ ავეჯს ათვალიერებდნენ, შპალერს ეხებოდნენ. ჰაერში მძიმე სიჩუმე ჩამოვარდა, ეს ძალიან წებოვანი შური. შემდეგ კი ბიძია ბორიამ, ბაბუის რჩევის შემდეგ, თავისი წარმოდგენა დაიწყო. როდესაც ვიღაცამ უზარმაზარი მისაღები ოთახი შეაქო, ბორისმა მძიმედ ამოიოხრა, წელის ქვედა ნაწილი მოჰკიდა ხელი და ხმამაღლა თქვა: ოფ, გმადლობთ, მაგრამ ნეტა ვიცოდეთ, რამხელა ძალისხმევაა საჭირო ამის გასაცმენდად. ჩემს ცოლს ხელების წვივა, ყოველდღე ვჩხუბობთ მტვერზე. უკვე ვნანობ, რომ ასეთი უზარმაზარი დარბაზი გავაკეთე. უფრო პატარა უნდა ამეშენებინა. ოხ, უფრო პატარა უნდა აგვეშენებინა. პატარა ბინაში ბედნიერად ვცხოვრობდით, მაგრამ აქ ერთმანეთს ვკარგავთ. ეკო ისმის, არაკომფორტულია, ზამთარში ცივა. გათბობის გამო გავკოტრდები. სტუმრებმა ერთმანეთს გადახედეს, ვიღაცამ ჩაიცინა. შემდეგ ვიღაცამ ბაღით აღფრთოვანდა. ბორისმა მაშინვე შენიშნა, ბაღი ლამაზია, არა? გარდა იმისა, რომ თხუნელებმა ყველაფერი ამოთხარეს. ძალა აღარ მაქვს. აქაური კოღოები კი წარმოუდგენელია, ისინი მხეცები არიან. საღამოს ვერანდაზე ვერ დაჯდები, ცოცხლად შეგჯამენ. უკვე ვფიქრობ, იქნებ ეს ყველაფერი ჯოჯოხეთში გავყიდო და ქალაქში დავბრუნდე. კუთხეში ჩამოვჯექი და სტუმრების სახეებს ვაკვირდებოდი. საოცარი იყო. თუ საღამოს დასაწყისში დაძაბული ღიმილი და ცივი თვალები ჰქონდათ. ვახშმის ბოლოს უკვე მოდუნებულები იყვნენ. ბორია ბიძიას კეთილი ქედმაღლობით შეხედეს. ერთმა მეზობელმა მხარზე ხელი დაჰკრა და უთხრა: დიახ, ბორის, თანაგიგრძნობ. დიდი სახლი, დიდი პრობლემები. არაფერი შეედრება ჩემს ორსაძინებლიან სახლს. 10 წუთში მტვერსასრუტით გავწმინდე და დივანზე წამოვწექი. კარგი, გაძელი, ძმაო. კარგად დაჭმუჭნულები, კმაყოფილები და რაც მთავარია, შურის გარეშე წავიდნენ. თან გაიყოლეს აზრი, ბორისი რა თქმა უნდა მდიდრულად ცხოვრობს, მაგრამ თავის ტკივილი ძალიან აწუხებს. კარგია, რომ მის ადგილას არ ვარ. როდესაც ბოლო სტუმარი წავიდა, ბორია ბიძიამ თვალი ჩამიკრა და ბაბუას უთხრა: მართალი იყავი, ძველო მელა, მათ ჩემი სახლი არ დამინგრევიათ, მათ შეეცოდათ. და ის კიდევ 30 წელი ბედნიერად ცხოვრობდა იმ სახლში და არავის უთქვამს მასზე ცუდი სიტყვა. ასე მუშაობს ბალიშის ეფექტი. ნუ შეგეშინდებათ სიღარიბის აღიარების, ნუ შეგეშინდებათ დაღლილობის ან პრობლემებით შეშფოთების გამოჩენა. ეს არის ის მცირე გადასახადი, ის გადასახადი, რომელსაც საზოგადოებას უხდით წარმატებისა და ბედნიერების უფლებისთვის. გახსოვდეთ, რომ თქვენი გემის მშვიდად ცურვისთვის არ არის საჭირო ერთდროულად ყველა იალქნის აწევა. თორემ საზოგადოებრივი აზრის ქარიშხალი მას გადააბრუნებს. მესამე ტექნიკაა ნაცრისფერი კლდის მეთოდი. ყველას ცხოვრებაში არსებობენ ენერგეტიკული ვამპირები. ეს არ არის მისტიკა, ეს არის ფსიქოლოგია. თქვენ იცნობთ მათ. ეს შეიძლება იყოს თქვენი მარად უკმაყოფილო დედამთილი, ტოქსიკური უფროსი, შურიანი შეყვარებული ან უბრალოდ მეზობელი, რომელიც ჯორებით ცხოვრობს. ისინი თქვენი ემოციებით იკვებებიან. მათ არ აინტერესებთ, როგორი ემოციები აქვთ. ბრაზი, ცრემლები, საბაბები თუ ძალადობრივი სიხარული. მათთვის მთავარია, წონასწორობა დაგიკარგონ, ჯავშანი გაგიხეთქონ, გაგაბრაზონ, შეკრთო. როდესაც ასეთი დეიდა გეკითხებათ, მაშ როდის დაიკლებთ საბოლოოდ წონაში? თორემ თქვენი ქმარი წავა, მას არ ადარდებს თქვენი ჯანმრთელობა. მას სურს, რომ დაინახოს, როგორ გაწითლდებით, როგორ კანკალებთ ტუჩებს, როგორ ენაგლუავთ ბოდიშს ან როგორ უხეშად პასუხობთ. ამ მომენტში ის თქვენს სასიცოცხლო ძალას ჯამს.
თუ კამათს დაიწყებთ, წააგებთ. თუ ტირილს დაიწყებთ, წააგებთ. თუ მისთვის რამის დამტკიცებას შეეცდებით, ორჯერ წააგებთ. თქვენ მას მიეცით თქვენი განწყობის გასაღები. ნაცრისფერი კლდის ტექნიკა გვასწავლის, რომ თვალსაჩინო ადგილას უხილავი გავხდეთ. წარმოიდგინეთ გზის პირას ნაცრისფერი ქვაფენილი. ის მტვერში დევს. მოსაწყენია. ცივა. არაფერია. გინდა დაარტყა? არა. ფეხს გაიტეხ. გინდა სახლში წაიღო? არა. რისთვის? გინდა მასთან კამათი? სასაცილოა. უბრალოდ გვერდით გადიხარ. ტოქსიკურ ადამიანებთან ურთიერთობისას შენი ამოცანაა, გახდე ეს კლდე, გახდე მსოფლიოში ყველაზე მოსაწყენი ადამიანი, შეწყვიტო ემოციური რეაქცია. ისინი ცდილობენ შენს ჩაგდებას და შენ ერთფეროვნად, გამომეტყველების გარეშე პასუხობ, შესაძლოა. ისინი ცდილობენ სკანდალში ჩაგთრიონ და შენ ამბობ, გავიგე. ისინი პირად საკითხებზე გკითხავენ და შენ მხრებს იჩეჩავ. ყველაფერი ისეა, როგორც ყოველთვის. მეთოდის არსი არ არის დუმილი. დუმილი ზოგჯერ წყენას ჰგავს და წყენაც ემოციაა. არსი იმაშია, რომ შენი პასუხები უგემოვნოა. ვამპირი გკბენს, მაგრამ იქ სისხლი არ არის, მხოლოდ მშრალი ქვიშა. ერთხელ, ორჯერ, კბილი მოიტეხე და სხვა მსხვერპლს ეძებდი. თავი ჯანმრთელად შეინარჩუნე, ნერვების 1 გრამიც არ დახარჯო. ამას ვარჯიში სჭირდება, რადგან შიგნით დუღილი გექნება. მოგინდება თავხედი ადამიანის თავის ადგილას დაყენება. მაგრამ დამიჯერე მოხუცი იოსები, პროვოკატორისთვის საუკეთესო სასჯელი სრული გულგრილობაა. მოგიყვები ისტორიას ერთ ქალზე, რომელსაც ვიცნობდით. დავარქვათ ბელა. ბელა მშვენიერი ქალი იყო, ყეთილი, როგორც ახალი პური. მაგრამ ერთი პრობლემა ჰქონდა. მისი დედამთილი როზა მარკოვნა. ოხ, ეს ქალი გენერალი იყო. ის არ ლაპარაკობდა, ბრძანებებს იძლეოდა. და მსოფლიოში ყველაზე მეტად როზა მარკოვნას უყვარდა ბელას განათლება. ოჯახური შეკრება საჯარო სიკვდილით დასჯაში გადაიზარდა. როზა მარკოვნას შეეძლო ხმამაღლა ეკითხა ყველა სტუმრის წინაშე. ბელა ძვირფასო, ეს სუპი ასეთი წყლიანი იმიტომ არის, რომ ქმარს ზოგავ, თუ უბრალოდ ხორცის ჩადება დაგავიწყდა. ან ბელა ძვირფასო, რატომ ჩაიცვი ეს კაბა? 75-ში გადაგდებული აბაჟურის მსგავსი ხარ. ბელა ყოველ ჯერზე ხდებოდა. წითლდებოდა. თვალებში ცრემლები სდიოდა. იწყებდა თავის გამართლებას. დედა, მაგრამ ეს მოდური ვარცხნილობაა. დედა, წვნიანი რეცეპტიდანაა. და როზა მარკოვნა აყვავდებოდა. ლოყები აწითლდებოდა. გრძნობდა თავის ძალას. ყურადღების ცენტრში იყო. რძლის ტანჯვით იკვებებოდა და შემდეგ შაბათამდე მშვიდად იცხოვრებდა. და შემდეგ ერთ დღეს, როდესაც ბელა ცრემლებით მოვარდა ჩვენთან საჩივარის გასაკეთებლად, ვუთხარი. ბელა, შეწყვიტე დრაკონის კვება. ქვა გახდი. მთელი საღამო ვარჯიშობდით. მე როზა მარკოვნას ვთამაშობდი. შეურაცხყოფა მივაყენე და მან მოსაწყენად პასუხის გაცემა ისწავლა. შემდეგი შაბათი დადგა. მთელი ოჯახი მაგიდასთან. როზა მარკოვნამ მტაცებელი ფრინველივით მაგიდას დახედა და შეტევა დაიწყო. ბელა, ვხედავ, მზა ნამცხვარი იყიდე. ჩვეულებრივ დიასახლის ხელები მხრებიდან უნდა ამოსულიყო და არა სხვა ადგილიდან, რომ თავად გამოაცხოს. სუფრა გაიყინა, ყველა ცრემლებს ელოდა. მაგრამ ბელამ მშვიდად თეფშს უყურებდა წყნარი ხმით ავტომოპასუხესავით თქვა, დიახ, დედა, ეს ნამცხვარი მაღაზიიდანაა და ჯამა განაგრძო. როზა მარკოვნამ დაიხრჩო. რეაქცია არ ჰქონია. სხვა კუთხიდან მოდიოდა. დედა, შენმა შვილმა, ჩემმა შვილიშვილმა, მათემატიკაში 3 მიიღო. ეს იმიტომ, რომ მასთან არ სწავლობ. შენი სამსახური შენთვის ოჯახზე მნიშვნელოვანია. ბელამ ცარიელი თვალები ასწია მისკენ და ისეთივე მოსაწყენად უპასუხა. სამწუხაროა, რომ ასე გამოვიდა. ეს ხდება, როზა მარკოვნამ გაბრაზება დაიწყო. ხმა აიმაღლა. ბელას ყველაზე მტკივნეულ წერტილებში შეუტია, მშობლებსა და ფიგურას ახსენებდა. მაგრამ ბელა კლდეს დაემსგავსა. ყველა შეტევაზე მხოლოდ პასუხობდა. აჰა, მესმის შენი აზრი. იქნებ მართალი ხარ. გასაგებია. მიუხვდი, აგრესიის, სარკაზმის გარეშე უბრალოდ არაფერი. 20 წუთის შემდეგ როზა მარკოვნა პომიდორივით გაწითლდა, მაგრამ არა სიამოვნებისგან, არამედ გაბრაზებისგან. საწვავი გამოელია. დაიღალა. მრავალი წლის შემდეგ პირველად გაჩუმდა და საღამოს ბოლომდე მშვიდად იჯდა, შაკიკს უჩიოდა. ბელა კი ენერგიით სავსე, მხიარული და ბედნიერი დაბრუნდა სახლში. მას შემდეგ დედამთილი თითქმის არ ეხებოდა.
ვის უნდა ქვის კბენა? გახსოვდეთ, მეგობრებო, თქვენ არ ხართ ვალდებული იყოთ მოხერხებულად იყოთ. თქვენ არ ხართ ვალდებული მონაწილეობა მიიღოთ სხვა ადამიანების წარმოდგენებში. თქვენი ენერგია მხოლოდ თქვენ გეკუთვნით. თუ ვინმე ცდილობს თქვენგან ემოციური რეაქციის მიღებას, უბრალოდ ჩააქრეთ შუქი თქვენს სახლში. არავინ არის სახლში, მხოლოდ ნაცრისფერი ქვები. მეოთხე ტექნიკა კომპლიმენტის დაბრუნებაა. კომპლიმენტებზე ვისაუბრებთ. დიახ, სწორად გაიგეთ იმ ტკბილ სიტყვებზე, რომელთა მოსმენაც ასე სასოწარკვეთილად გსურს, რისთვისაც ვიცვამთ, შრომობთ და ვწვალობთ. შეჩვეულები ვართ ვიფიქროთ, რომ თუ ხალხი გვაქებს, ეს ნიშნავს, რომ ვუყვარვართ. თუ კარგ რაღაცებს ამბობენ, ეს ნიშნავს, რომ კარგად გვისურვებენ. მაგრამ ჩემი და ჩემი წინაპრების გამოცდილება საპირისპიროს ამბობს. ზედმეტი ქება ხშირად დასასრულის დასაწყისია. მეოთხე ტექნიკას კომპლიმენტის დაბრუნება ეწოდება. ეს არის ხელოვნება, რომ ზედმეტად ბევრი არ აიღო და სარკესავით იმუშაო. მოდით, განვიხილოთ ამ პროცესის მექანიზმი. როდესაც ვინმე კომპლიმენტს გაძლევთ, განსაკუთრებით თუ ეს კომპლიმენტი ძალიან ხმამაღალი, ძალიან ენთუზიაზმით ახსავსე ან მოულოდნელია, თქვენს დაცვაში რღვევაა. კრიტიკა გვაიძულებს დავიძაბოთ და ფარი ავწიოთ. მაგრამ მლიქვნელობა გვათავისუფლებს. ვდნებით, ვიღიმებით. ენერგიულ ჩახუტებას ვხსნით. დიახ, შემაქეთ, მე ნამდვილად ასეთი კარგი ვარ. სწორედ ამ მომენტში, როცა ღია და დაუცველი ხარ, სხვისი პროგრამა შემოგეჭრება. რადგან სიტყვების რა მშვენიერი სახლი გაქვს უკან ხშირად იმალება აზრი. რატომ არ მაქვს ასეთი რამ, სიტყვების რა გაგიმართლა შენს ქმართან უკან ხშირად საკუთარი მარტოობის სიმწარე იმალება. ადამიანმა შეიძლება ვერც კი გააცნობიეროს ეს ბოროტება. შეიძლება სახეზე გაიღიმოს, მაგრამ მისი ქვეცნობიერი ამ მომენტში დარტყმას გცემს. ამას ხალხი ქებით ხუმრობას უწოდებს. ეს შენც დაგემართა? შენი ჯანმრთელობით ტრაბახობდი, შემდეგ კი ავად გახდი. ამბობდი, რომ შენი შვილი კარგად სწინავს და მთელი ღამე ყვიროდა. ეს მისტიკა არ არის. შენ მიითვისე შურის მძიმე ენერგია, რომელიც სიტყვების ლამაზ შეფუთვაშია გახვეული. კომპლიმენტის დაბრუნების ტექნიკაა საჭირო, რათა ეს ტვირთი შენს მხრებზე არ აიღო. არ უნდა დაეთანხმო ქებას, დიახ, მე შესანიშნავი ვარ, რადგან ეს სიამაყეა და სიამაყე დაუცველებს გხდის. მაგრამ ასევე არ უნდა იჩხუბოთ. არა, ეს ძველი კაბაა, მე საშინელი ვარ, რადგან ეს მსხვერპლის პოზიციაა და თქვენ საკუთარ თავს შეურაცხყოფთ. თქვენ უნდა მოიქცეთ როგორც ბრძენი ჩოგბურთელი, რბილად, მაგრამ თავდაჯერებულად დაარტყათ ბურთი მოწინააღმდეგის მხარეს. ისე მოიქეცით, რომ კომპლიმენტი დაუბრუნდეს იმ ადამიანს, ვინც თქვა. როგორ მუშაობს ეს? საქმე იმაშია, რომ ყურადღების ფოკუსი საკუთარი თავისგან მეორე ადამიანზე გადაიტანოთ, რომ ისინი გახდნენ ამ სიკეთის წყარო. თუ ადამიანმა ეს გულწრფელად თქვა, სიკეთე დაუბრუნდება მას. თუ მან ეს შავი შურით თქვა, საკუთარი შური ბუმერანგივით დაუბრუნდება მას, თქვენთვის ზიანის მიყენების გარეშე. ეს არის სრულყოფილი ეკოლოგიური დაცვა. ახლა მე მოგიყვებით ისტორიას, რომელმაც ეს წესი ერთხელ და სამუდამოდ მასწავლა. ეს არ მომხდარა ჩემს ბაბუასთან, არამედ ჩვენს მეზობელთან, დეიდა სონიასთან. ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეს, თუ ის ჯერ კიდევ ცოცხალია. დეიდა სონია წარმოუდგენელი სილამაზის ქალი იყო, 50 წლის ასაკშიც კი. ხშირი თმა ჰქონდა, დიდებული ფიგურა და ყოველთვის, პურის საყიდლად გასვლისასაც კი დედოფალს ჰგავდა. ჰყავდა კლარა, შეფიცული მეგობარი. კლარა სრულიად საპირისპირო იყო, პატარა, პრეტენზიული და ძალიან ხარბი. კლარას ნიჭი ჰქონდა. იცოდა, როგორ ექადაგა ისე, რომ მისი სიტყვების შემდეგ თავის დაბანა მოგინდებოდა. შესასვლელში სონიას შეხვდებოდა და ბულბულივით სიმღერას დაიწყებდა. სონეჩკა, ღმერთო ჩემო, როგორ გამოიყურები. შეხედე ამ განს. არც ერთი ნაოჭი. მაცივარში გძინავს. ეს პალტო კი ალბათ გიჟური ფული ღირს. უბრალოდ ბრილიანტივით ბრწყინავ, ნეტავ ასე კარგად ვიცხოვრო. და ყოველჯერზე მომისმინე, ყოველჯერზე ასეთი შეხვედრის შემდეგ, დეიდა სონიას პრობლემები ექმნებოდა. 5 მეტრის შემდეგ ან ქუსლი გატყდებოდა, ან თავი ისე სტკიოდა, რომ სასწრაფოს გამოიძახებდნენ, ან საფულეს კარგავდა. სონიას კლარას შეეშინდა, მისგან დამალვა დაიწყო, შენობაში მეორე მხრიდან დადიოდა. მიხვდა, რომ კლარა შურით მის სილამაზეს ჯამდა. და ერთ დღეს, როდესაც ეზოში ვისხედით და დომინოს ვთამაშობდით, სონიამ ცრემლმორეულმა შესჩივლა მამაჩემს. არ ვიცი რა ვქნა. ის თავისი სიყვარულით დედამიწიდან მდევნის.
არ შემიძლია მის მიმართ უხეში ვიღო. როგორც ჩანს, ის კარგად მისურვებს მაქებს. მამაჩემმა გაიღიმა და თქვა: სონია, შენ იღებ საჩუქარს, რომელიც ბომბივით ტიკტიკებს. შეწყვიტე მისი ხელში აღება. დაუბრუნე მას. როგორ? იკითხა სონიამ, შემდეგ ჯერზე როცა გეტყვის, რა ლამაზი ხარ, მადლობას არ უთხარი. უთხარი, რომ სილამაზეს ხედავს, რადგან თავად აქვს ლამაზი სული. ამ კომპლიმენტში დამნაშავედ ცნო. რამდენიმე დღის შემდეგ ეს სცენა საკუთარი თვალით ვნახე. ეს ნამდვილი მასტერკლასი იყო. კლარა კუთხიდან გამოვიდა, დაინახა სონია ახალ აბრეშუმის შარფში და მაშინვე მტაცებლური ღიმილით გაიღიმა. სონეჩკა, რა სასწაულია. ეს შარფი თვალებს ისე გლუვს ხდის. ოკეანესავით. როგორ გიხდება სიმდიდრე, ძვირფასო. უბრალოდ თვალს ვერ მოგაშორებ. სონია წამით გაშეშდა. დავინახე როგორ ამოისუნთქა, მაგრამ ჩვეულებრივი უხერხული მადლობის ნაცვლად კლარას თვალებში შეხედა. ყველაზე თბილი ღიმილით გაუღიმა და ხმამაღლა წარმოთქვა მთელი ეზოს გასაგონად. კლაროჩკა ძვირფასო, უბრალოდ შენ ასეთი კეთილი გული გაქვს. და ასეთი სუფთა თვალები. ამიტომაც ხედავ მხოლოდ სილამაზეს შენს გარშემო. მხოლოდ ასეთ ნათელ ადამიანს, როგორიც შენ შეგიძლია ასე ლამაზად საუბარი. ღმერთმა ორმაგად მოგცეთ ის, რაც ჩემთვის გსურთ. კლარას სახე უნდა გენახათ. სიტყვის შუაში ჩაიხრჩო. სახე ლაქებით გაუწითლდა. ხველა დაიწყო, თითქოს ბუზი გადაყლაპა. ელოდა, რომ სონია შერცხვებოდა და ენერგიას მისცემს. მაგრამ სონიამ სარკე დაიდგა და მთელი ეს შავი შური, რომელიც ტყბილ სიტყვებში იმალებოდა, თავად კლარას მოხვდა. კლარამ რაღაც გაუგებარი ჩაილაპარაკა. კი, რა თქმა უნდა გავიქცე, რკინა დამავიწყდა და სიტყვასიტყვით მის შესასვლელთან გაიქცა. იმ დღიდან კლარამ კომპლიმენტების წვიმა შეწყვიტა. მან სონიას მოკლედ და შეკავებით მისალმება დაიწყო. დეიდა სონიას თავის ტკივილი და ქუსლების გატეხვა შეწყდა. ასე ხდება. როდესაც გეუბნებიან, გენიოსი ხარ, უპასუხე, ეს იმის დამსახურებაა, რომ ასეთი ბრძენი მასწავლებლები და მეგობრები გყავს. როდესაც გეუბნებიან, წონაში დაიკელი, უპასუხე, შენი ლოცვებითა და კეთილი სიტყვებით ვინარჩუნებ. როდესაც გეუბნებიან, რა ოქროს შვილები გყავს, უპასუხე, ისინი უბრალოდ შენნაირი კარგი ადამიანებისკენ იხრებიან და მათი მაგალითიდან სწავლობენ. ისრები გადაამისამართე, ნუ შეინახავ ქებას შენთვის. გააფანტე ის სივრცეში ან დაუბრუნე ადამიანს. გახდი გამჭვირვალე პირფერობისთვის. თუ ადამიანი კეთილია, ის კმაყოფილი იქნება შენი პასუხით. თუ ის ბოროტია, ის საკუთარ ბოროტებაზე დაიწვება. ორივე შემთხვევაში, შენ სრულიად უსაფრთხოდ და შენი ოქროთი იქნები. მეხუთე ტექნიკა. ავადმყოფობის დროს პირის დახუჭვის წესი. ჩემო მეგობრებო, ის, რასაც ახლა გეტყვით, ეხება ყველაზე ძვირფას ნივთს, რაც გვაქვს. ეს არ არის ფული, არც კარიერა და არც რეპუტაცია. ეს ჩვენი ცხოვრებაა პირდაპირი გაგებით, ჩვენი ჯანმრთელობა. მეხუთე ტექნიკას დახურული პირის წესი ჰქვია. სამწუხაროდ ის არა მელნით, არამედ ათასობით ადამიანის მწარე გამოცდილებით არის დაწერილი, რომლებმაც არ იცოდნენ როდის გაჩუმებულიყვნენ. როდესაც ავად ხვდებით, როდესაც ჩვენი სხეული არასწორად მუშაობს, როდესაც საავადმყოფოში ხვდებით ან უბრალოდ სახლში მაღალი სიცხით ვწვევით, რა გვინდა გავაკეთოთ პირველ რიგში? გვინდა პატარა ბავშვები გავხდეთ. გვინდა რომ შეგვიბრალონ. გვინდა ტელეფონი ავიღოთ დედას შეყვარებულს, კოლეგას დავურეკოთ და ვუთხრათ: ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს. ექიმმა ეს და ეს თქვა. ანალიზები საშინელია. ძალიან მეშინია. ეს ბუნებრივი იმპულსია, მაგრამ ეს თვითმკვლელობის იმპულსია. ყურადღებით მოусმინეთ. ავადმყოფობა ყოველთვის თქვენი ენერგეტიკული ჯავშნის გარღვევაა. თქვენს ნორმალურ მდგომარეობაში თქვენ თხილივით ძლიერი ხართ. ვიღაცის გვერდითი მზერა ან ცუდი სიტყვა თქვენზე აირეკლება. მაგრამ როცა ავად ხარ, შენ ხარ როგორც გაშიშვლებული ნერვი, როგორც ციხესიმაგრე, რომლის კედელიც ჩამოინგრა. და სწორედ ამ მომენტში შენ, ბარიკადების ნაცვლად და მთელი ძალების ყედლის შეკეთებაში ჩადების ნაცვლად, გადიხარ მოედანზე და იყვირებ. შეხედეთ ყველას, მე დაჭრილი ვარ, აქ ნახვრეტი მაქვს. რატომ არის ეს სასიკვდილოდ საშიში? ორი მიზეზის გამო. პირველი, თანაგრძნობა. ხალხს ჰგონია, რომ თანაგრძნობა სიყვარულია. ეს ტყუილია. თანაგრძნობა წებოვანი, მძიმე ჯაობის ენერგიაა. როდესაც ვინმე გეუბნება, საწყალი, რა უიღბლო ხარ, ასეთი ახალგაზრდა და უკვე ასეთი პრობლემები გაქვს, ისინი არ გაძლევენ ძალას. ისინი თვირთს გკიდებენ.
თავიანთი აზროვნებით ისინი ადასტურებენ შენს ავადმყოფობას. ისინი გამაგრებენ მსხვერპლის მდგომარეობაში. გამოჯამრთელება, როდესაც 10 ადამიანი გწოდავს, 100-ჯერ უფრო რთულია, ვიდრე მაშინ, როდესაც არავინ იცის შენი ავადმყოფობის შესახებ. თანაგრძნობა მიწაზე გაჩედავს და სიმსუბუქე გჭირდება ასადგომად. მეორე, შადენფროიდი. ნუ ვიქნებით გულუბრყვილოები. ყველა ადამიანი არ გისურვებს კარგად ყოფნას. შენი სისუსტის შესახებ ინფორმაციის მიღებისას, შენი მტრები ან უბრალოდ შურიანი ადამიანები განიცდიან ფარულ სიამოვნებას. და ეს სიამოვნება, ეს შავი ნაპერწყალი პირდაპირ შენს ღია ჭრილობაში ჩადის. შენ ხდები სამიზნე, რომელმაც თავი ყურადღების ცენტრში მოაქცია. თაჰა, ფიქრობს კონკურენტი, ის სუსტია, მისი დასრულება შეიძლება. თაჰა, ფიქრობს შურიანი ქალი, მისთვის ყველაფერი ვარდისფერი არ არის. აქ ისიც იტანჯება. ეს აზრები შხამია, რომელიც ხელს უშლის წამლების მოქმედებას. დახურული პირის ტექნიკა ამბობს. დაჭრილი მხეცი შედის ყველაზე ღრმა ბუნაგში და ჩუმად რჩება. ის არ წუწუნებს მთელი ტყის გასაგონად. ის წყვეტს კომუნიკაციას გარე სამყაროსთან, რათა მთელი მისი ენერგია, ყოველი წვეთი რეგენერაციას მოხმარდეს. სანამ ფეხზე არ დადგები, სანამ სრულად არ გამოჯამრთელდები, მხოლოდ შენმა ექიმმა და იმ ადამიანმა უნდა იცოდეს შენი დიაგნოზი. ყველა დანარჩენისთვის, დაკავებული ხარ, შვებულებაში ხარ თუ უბრალოდ ისვენებ. ერთ საინტერესო ისტორიას მოგიყვებით ჩვენი ძველი ნაცნობის შესახებ. მოდით, მას ბიძია მიხაილი დავარქვათ. მიხაილი დიდი, ხმაურიანი კაცი იყო, ნამდვილი გმირი. მას საკუთარი სასუსნავი ჰქონდა და ისეთი ხმა ჰქონდა, რომ ფანჯრებიც კი აკაკუნებდა. არასდროს ავადდებოდა, ცხვირიდან სურდოც კი არ სდიოდა. თავისი ძალით ამაყობდა. მაგრამ ერთ დღეს, როგორც მოხდა, ასაკმა და ნერვიულობამ თავისი კვალი დატოვა. მიხაილს გული აწუხებდა. არაფერი კრიტიკული. მას დაგეგმილი ოპერაცია სჭირდებოდა, არა ყველაზე რთული. ექიმებმა შესანიშნავი პროგნოზები მისცეს. როგორც ჩანს, დაწოლა, ოპერაცია გაიკეთა, ერთი კვირა დაისვენა და გარეთ გასვლა იყო საჭირო. მაგრამ მიხაილმა არ იცოდა, როგორ გაჩუმებულიყო. შეშინდა და ამ შიშმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა. საავადმყოფომდე ერთი კვირით ადრე ყველას დაურეკა. მომწოდებლებს, კლიენტებს, შორეულ ნათესავებს სხვა ქალაქებში ურეკავდა. თოოფ, ძმაო, ითხოვდა ის ტრაგიკული ხმით, ოპერაციას ვაპირებ, ძრავა გაფუჭდა. ვინ იცის, გამოფხიზლდები თუ არა. მაპატიეთ, თუ რამე რიგზე არ იყო. ილოცეთ ცოდვილი მსახურისთვის. მან ოპერაცია შოუდ აქცია. მთელი უბანი მიხაილის გულზე მსჯელობდა. სინაგოგაში ჩურჩულებდნენ, თემიშა ნახეთ, მოხუცი დანებდა. მისი საქმეები ცუდად უნდა იყოს, თუ ასე მემშვიდობება. ბაზარში ამბობდნენ, დიახ, გული ხუმრობა არ არის. ჩემი მეზობელი ასე იცვა და არ ამდგარა. ხალხმა ის ფიქრებში ჩაფლა. ისინი უკვე წარმოიდგენდნენ, რომ სუსტი, ავადმყოფი მომაკვდავი იყო. მიხაილის გარშემო ნეგატიური მოლოდინების ისეთი ხშირი ღრუბელი წარმოიქმნა, რომ მასზე ნაჯახის ჩამოკიდებაც კი შეიძლებოდა. და რას ფიქრობთ? მარტივი ოპერაცია გეგმის მიხედვით არც არ იმართა. სისხლდენა დაიწყო, შემდეგ ინფექცია დაიწყო. მიხაილი რეანიმაციაში იცვა, ფერმკრთალი, მილებში ჩასმული, ექიმებმა კი უბრალოდ მხრები აიჩეჩეს. სხეული რატომღაც არ ებრძვის. უცნაურია, ასეთი ძლიერი კაცია და ჩვენს თვალწინ ქრება. მამა ჩემი ამის შესახებ რომ შეიტყო, ცოლთან, დეიდა რაიასთან წავიდა. საავადმყოფოს დერეფანში იპოვა, ცრემლებით დასვრილი, ხელში ტელეფონით. ის უბრალოდ სხვა შეყვარებულს უყვებოდა, თუ რა ცუდად იყო ყველაფერი. მამამ ტელეფონი ხელიდან გამოგლიჯა და გამორთო. დრაია, მკაცრად უთხრა მან, გინდა შენი ქმრის მოკლა თუ გადარჩენა, გადაარჩინე, ატირდა ქალი, მაშინ შენი და მისი პირი დაკეტე. ამ წუთიდან არავისთვის არაფერი უთქვამს. თუ ვინმე დარეკავს, უთხარი, მიშა კარგადაა, სძინავს, ხვალ გაწერენ. გესმის? იცრუე, მაგრამ ნუ მისცემ უფლებას, შეებრალონ. შეწყვიტე სიკვდილის გამოკვება შენი საუბრებით. დეიდა რაია ბრძენი ქალი იყო. ის ემორჩილებოდა. მან შეწყვიტა სტუმრების შემოშვება. ყველას მშრალად პასუხობდა, ჩვენ გამოჯამრთელებულები ვართ. ყველაფერი რუტინულია. გმადლობთ. ნახვამდის. ის მიხაილის ოთახში მივიდა, რომელიც გონზე იყო, მაგრამ ძალიან სუსტად და უთხრა, მიშა, სულ ესაა დამშვიდობება აღარ იქნება. ჯანმრთელი ხარ. შენს ტკივილზე არავის ვეტყვით სიტყვას. უბრალოდ ისვენებ. და სასწაული მოხდა.
როგორც კი სამძიმრის ნაკადი შეწყდა, როგორც კი ხალხმა მისი ავადმყოფობის თემის გამეორება შეწყვიტა, მიხაილი გამოძრომას შეუდგა. ენერგია გარეთ გასვლას შეწყვეტდა. 3 დღის შემდეგ ჩვეულებრივ ოთახში გადაიყვანეს. 2 კვირის შემდეგ საავადმყოფო საკუთარი ფეხებით დატოვა, უფრო გამხდარი, უფრო მშვიდი, მაგრამ ცოცხალი. შემდეგ, მრავალი თვის შემდეგ, მამაჩემს უთხრა: იცით, მე ვგრძნობდი ამას. როცა ყველას ვუჩიოდი, თითქოს უყვარდათ. სინამდვილეში კი ხოველი ზარი სიცოცხლის ნაწილის წართმევას ჰგავდა. თავს ვალდებულად ვგრძნობდი, მომკვდარიყავი, რომ მათი მოლოდინები არ გამეცრუებინა. და როდესაც რაიამ სიჩუმე შექმნა, საბოლოოდ შევძელი საკუთარ თავზე ფოკუსირება. მეგობრებო, გახსოვდეთ ეს გაკვეთილი. ავადმყოფობა ინტიმური პროცესია. ეს არის საუბარი თქვენს სხეულსა და სულს შორის. ამ საუბარში მესამე მხარე არ არის საჭირო. თუ რამე გტკივა, უთხარი ექიმს, უთხარი ღმერთს. მაგრამ ნუ გამოაქვეყნებ ამის შესახებ სოციალურ ქსელებში და ნუ უჩივი მეზობელს. კითხვაზე, ფერმკრთალი ხარ, ავად ხარ, უპასუხე, უბრალოდ არ გძინავს. ყველაფერი კარგადაა. ნუ მიიღებ სხვისი თანაგრძნობას. ნუ შეუშვებ უცნობებს შენს საძინებელში. გამოჯანმრთელდება ის, ვინც იცის, როგორ შეინახოს თავისი სისუსტის საიდუმლო. გახდი მთლიანი. დახურე ბზარით უმილით და შენი სხეული მადლობას გადაგიხდის. მე-6 ტექნიკა, უარი გამართლების გარეშე. ვისაუბრებთ დაავადებაზე, რომლითაც კარგი, კეთილგანწყობილი ადამიანების 90% იტანჯება. ამ დაავადებას ეწოდება მოხერხებულობის სურვილი. ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ ვამბობთ სიტყვას არა და რატომ ჟღერს ჩვენი არა ხშირად ისე, როგორც მოწვევა, რომ ფეხები გაგვიწმინდოს. მე-6 ტექნიკას ეწოდება უარი გამართლების გარეშე ან, როგორც ჩემი ბაბუა ამბობდა, სამეფო უარი. გიფიქრიათ ოდესმე იმაზე, თუ რა ემართება თქვენს ენერგიას, როდესაც ცდილობთ უარი უთხრათ ვინმეს იმ თხოვნაზე, რომლის შესრულებაც არ გსურთ. ვთქვათ, ნაცნობი გთხოვს სესხს, ან შენი უფროსი გთხოვს, რომ კანონიერად დასვენებულ დღეს სამსახურში მოხვიდე. ან ნათესავები გპატიჟებენ, როცა დაღლილობისგან ფეხზე დგები. რას აკეთებს ჩვეულებრივი ადამიანი? ისინი ამბობენ თიარას. მაგრამ შემდეგ მაშინვე, იმავე წამს, ამ არას უზარმაზარ გამართლებას იწყებენ. თეოფ, ფულის სესხება არ შემიძლია, რადგან ახლა თავად ვაკეთებთ რემონტს და მანქანას შეკეთება სჭირდება. შაბათს ვერ მოვალ, რადგან დედამთილს დავპირდი, რომ აგარაკზე წავიყვანდი. ვერ მიგიღებთ, რადგან ჩვენი შვილები ავად არიან. გონია, რომ მიზეზის ახსნით თავაზიანობას იჩენ. გონია, რომ დარტყმას არ ბილებ, ღრმად ცდები. ამ მომენტში საკუთარი პიროვნების წინააღმდეგ დანაშაულს ჩადიხარ. ნახე, რა ხდება დახვეწილად. როგორც კი წარმოთქვამ სიტყვებს, იმიტომ, ავტომატურად დგამ საკუთარ თავს დამნაშავე მხარის პოზიციაში. არსებითად თქვენ ეუბნებით თხოვნის ავტორს. ემაპატიე ბატონო, რომ ვერ გემსახურები. მაქვს საფუძვლიანი მიზეზი. მაქვს შენიშვნა. თქვენ თავს თხოვნის ავტორზე დაბლა აყენებთ. თქვენ აძლევთ მათ უფლებას, განსაჯონ, საკმარისად დამაჯერებელია თუ არა თქვენი მიზეზი. და ყველაზე ცუდი ის არის, რომ გამართლება მანიპულაციის კარს უხსნის. ეს არის ხაფანგი, რომელსაც თქვენ თვითონ აშენებთ. თუ თქვენ თქვით, ფულს ვერ სესხებ, რადგან რემონტს ვაკეთებ, მანიპულატორი მაშინვე გეტყვით. მოდი, რემონტი შეიძლება 1 კვირა დასჭირდეს და სასწრაფოდ მჭირდება. თუ თქვენ თქვით, სამსახურში ვერ მოვალ, რადგან დედამთილს სადღაც მივყავარ, უფროსი გეტყვით. ამიტომ გამოიძახეთ ტაქსი. კომპანია გადაიხდის და თქვენ შემოდით. თქვენი გამართლება არ არის ფარი, ეს არის სამიზნე. თქვენ აძლევთ ადამიანს არგუმენტს, რომლის დანგრევაც მათ შეუძლიათ და შემდეგ ან ახალი ტყუილის გამოგონება მოგიწევთ, რაც დამამცირებელია, ან დათანხმება, რაც დამანგრეველია. საკუთარი თავის პატივისცემას კარგავ და დამიჯერე, მეორე ადამიანიც წყვეტს შენს პატივისცემას. ისინი გრძნობენ შენს სისუსტეს. გრძნობენ, რომ წპიერი ხარ, რომ იტყუები კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. გამართლების გარეშე უარის თქმის ტექნიკა გამბედაობას მოითხოვს, მაგრამ უზარმაზარ თავისუფლებას იძლევა. მისი არსი მარტივია, არა სრული წინადადებაა. ის არ საჭიროებს საყრდენებს, არ საჭიროებს მტკიცებულებებს. შენ გაქვს უფლება უარი თქვა უბრალოდ იმიტომ, რომ არ გინდა. უბრალოდ იმიტომ, რომ ეს შენი ფულია, შენი დრო და შენი ცხოვრება. როდესაც მტკიცედ, შვიდად ამბობ არას, ან სამწუხაროდ, ახლა ამის შესაძლებლობა არ მაქვს და ამის შემდეგ ჩუმად ხარ, მაგია ხდება. შენ კლდეთ ხდები. მეორე ადამიანი კედელს ეჯახება. მათთვის არაფერია, რასაც უნდა მიეჭიდო.
მათ არ შეუძლიათ თქვან թե რემონტს შეუძლია დაელოდოს, რადგან შენ რემონტზე არ ისაუბრე. უბრალოდ თქვი, რომ შესაძლებლობა არ გაქვს. წერტილი. ეს უნებლიე პატივისცემას იწვევს. ადამიანები გრძნობენ ძალას, იმ ადამიანის ძალას, რომელმაც იცის თავისი საზღვრები. ახლა მოგიყვებით ისტორიას ჩვენი ერთ-ერთი ნათესავის, ბიძია მოისეის შესახებ, რომელსაც ყველა უბრალოდ მონიას ეძახდა. მონია ოქროს კაცი იყო, ყველა ხელობის ოსტატი. ის საათებს აწყობდა, ქოთნებს ადუღებდა, უთოდან რადიოს აწყობდა. მაგრამ მონიას ერთი პრობლემა ჰქონდა. ის ისეთივე უპირობო იყო, როგორც ძველი დივანი. მონიას ჰქონდა აგარაკი, პატარა სახლი მდინარის პირას, სადაც ოცნებობდა ჩუმად დასვენებაზე, თევზაობაზე და ჩიტების მოსმენაზე. მაგრამ რადგან მონია ასეთი კეთილი იყო, ყოველ ზაფხულს მისი აგარაკი ქუჩად იქცა. ყველა შორეული ნათესავი, მეგობრების მეგობრები, შენობის მეზობლები, ყველა თავის მოვალეობად თვლიდა, შაბათ-კვირას მონიასთან მიეპატიჟებინა თავი. თმონია, ეძახდნენ ისინი. ვფიქრობდით, ამინდი მშვენიერია. შენთან მოვალთ შაშლიკზე. ხორცს მოვიტანთ, შენ მიაწოდე ადგილი. მონიას სძულდა ეს შეკრებები. დაღლილი იყო. სიჩუმე სურდა, მაგრამ დაიკარგე, თქმა არ შეეძლო, აღზრდა ამის საშუალებას არ აძლევდა. და ტყუილი დაიწყო. ის საბაბების ვირტუოზი გახდა. ყოველ ხუთშაბათს ტელეფონზე ოფლის ხურას იწყებდა. თოf, იცით, კანკალით ეუბნებოდა სხვა მაწანწალას, ეს შაბათ-კვირა არ გამოვა. სახურავიდან გაჟონა. ბიტუმს ვადუღებ. საშინელი სუნი იქნება. თარაფერია, პასუხობდნენ უსირცხვილო სტუმრები, დაგეხმარებით. მონია პანიკაში ჩავარდებოდა და ახალ ტყუილს იგონებდა. თარა, სინამდვილეში, დეიდა როზაც მოვიდა, გადამდებია. ჩუტ ყვავილა აქვს. გქონდა, არ გვეშინია. ჯოჯოხეთი იყო. მონია თავის ტყუილებში გაიხლართა. ერთხელ რამდენიმე ადამიანს უთხრა, რომ მივლინებაში წავიდა და შემდეგ ჩუმად გაიპარა აგარაკზე. და ხომ არ იცით, სწორედ ამ ნაცნობებმა გადაწყვიტეს შემოწმება და დაურეკავად მოვიდნენ. დაინახეს, რომ მონია მოცხარის ბუჩქის უკან იმალებოდა. იმდენი სირცხვილი იყო. ისინი იყვირეს, թե მონია, მეგობრებს ემალები, მოგვატყუე? მთელი სულით მოვედით შენთან და შენ ძუნწი ხარ. მონია თავს არაფრის მომგვრელად გრძნობდა. ის სახლის პატრონი იყო, მაგრამ ქურდივით იქცეოდა. ამ ინციდენტის შემდეგ ის ბაბუასთან მივიდა შავი, როგორც ქარიშხლის ღრუბელი. ამ აგარაკს ვყიდი, თქვა ონიამ. აღარ შემიძლია ამის გაკეთება. ან სტუმრების მონა ვარ, ან მატყუარა. ბაბუამ ჩაი დაასხა, მკაცრად შეხედა და უთხრა, ემონია, აგარაკს არ გაყიდი, ძალიან იაფად ყიდი შენს სინდის. გონია, გეშინია მათი შეურაცხყოფის. არა, გეშინია, რომ ცუდად იფიქრებენ. გინდა მათი სიყვარული შენი მოხერხებულობით იყიდო. ეს ძვირადღირებული საქონელია, მონია. ამის საშუალება არ გაქვს. თემაშ რა ვქნა, იკითხა ონიამ, ჯოჯოხეთში წასულიყვნენ, რატომ წყევლით, გაკვირვებული იყო ბაბუა, ეს უსტების აქციელია წყევლა. ძლიერები ჩუმად საუბრობენ. შემდეგ ჯერზე, როცა დაგირეკავენ, ერთ ფრაზას იტყვი. ჩაიწერე. იტყვი, სამწუხაროდ, ეს შაბათ-კვირა ჩემთვის მოუხერხებელია, სულ ესაა, იკითხა ონიამ, და თუ გკითხავენ, რატომ, და აი, თქვა ბაბუამ და თითი ასწია, სიმართლის მომენტი დგება. თუ გკითხავენ, რატომ, უპასუხე, იმიტომ რომ სხვა გეგმები მაქვს და გაჩუმდი. მაშინაც კი, თუ შენი გეგმებია იცვა და ჯერზე ფურთხება, ეს შენი გეგმებია. ნუ გაბედავ თავის მართლებას. როგორც კი ახსნას დაიწყებ, წააგე. პარასკევი დადგა. ტელეფონმა დარეკა. სამსახურიდან დაჟინებული მეგობარი. მონია, გამარჯობა. ჩვენ შევიკრიბეთ, რომ თქვენთან მოვიდეთ, შეგხვდეთ. მონია გაფითრდა, ყურმილთან ხელი აუკანკალდა. მან ბაბუის მიერ მიცემულ ფურცელს შეხედა, ჩაისუნთქა და ამოისუნთქა. გამარჯობა, გრიშა. არა, ეს შაბათ-კვირა ჩემთვის მოუხერხებელია. ვერ შევძლებ შენს მიღებას, ხაზის მეორე ბოლოში სიჩუმე ჩამოვარდა. გრიშა ამას არ ელოდა. ის მიჩვეული იყო, რომ მონია თავის არიდებას იწყებდა. რას გულისხმობ უხერხულობაში, გრიშას ხმა გაამკაცრა, დაკავებული ხარ? რა მოხდა? ხორცი უკვე ვიღიდეთ. მონიას ენა ეკავებოდა, რომ რაღაც ეთქვა ზურგის ტყივილის ან მარსიანელების სტუმრობის შესახებ, მაგრამ ბაბუის თვალები გაახსენდა. გრიშა, მტკიცედ თქვა მონიამ, გითხარი, რომ ეს ჩემთვის უხერხულია. სხვა გეგმები მაქვს ჩემი სახლისთვის. ბოდიში, ამჯერად არა და ტელეფონი გათიშა.
მონია იჯდა და ელოდა, როდის ჩამოიქცეოდაცა, როდის მოვიდოდნენ ხალხი ჩირაღდნებით. მაგრამ ტელეფონი ჩუმად იყო. იმ შაბათკვირას მონია 5 წლის შემდეგ პირველად მარტო ისვენებდა თავის აგარაკზე. ის უსმენდა კალიებს, სვამდა ჩაის და თავს არა ცელკ პატარა ბიჭად, არამედ თავისი მიწის პატრონად გრძნობდა. შემდეგ, რა თქმა უნდა, რამდენიმე მეგობარი გამოჩნდნენ, ისინი, ვისაც არა მონია, არამედ მისი აგარაკს სჭირდებოდათ. მაგრამ ნამდვილი მეგობრები დარჩნენ. და გასაკვირია, რომ მათ დაიწყეს ზარები და თავაზიანად ეკითხებოდნენ: მონია, გამარჯობა. გაქვს შესაძლებლობა და სურვილი, რომ ჩვენთან შეხვდე? მათ მისი ტერიტორიის პატივისცემა დაიწყეს, რადგან მან თავად დაიწყო მისი პატივისცემა. გახსოვდეთ, მეგობრებო, თქვენი გამართლება სისხლია, რომლისკენაც ზვიგენები მიცურავენ. შეწყვიტეთ სისხლდენა. თქვენი არა უნდა იყოს მშრალი, მტკიცე და თავაზიანი. მხოლოდ მაშინ გახდებით თქვენი ბედის პატრონი და არა სხვა ადამიანების სურვილების მსახური. მეშვიდე ტექნიკა. პატარა კენჭი ფეხსაცმელში. არის მომენტები, როდესაც თქვენი წარმატების დამალვა შეუძლებელია. თქვენ არ შეგიძლიათ გამოიყენოთ დუმილის წესი, რადგან თქვენი გამარჯვება ყველასთვის ჩანს. მაგალითად, თქვენ იყიდეთ ძვირადღირებული მანქანა და ოფისში ამით მიხვედით. ან ძალიან დაიკელით წონაში და უფრო მიმზიდველი გახდით და ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. ან თქვენ დანიშნეს მაღალ თანამდებობაზე და ეს გაზეთში დაიბეჭდა. ამ მომენტში თქვენ ხდებით მოსიარულე სამიზნე. თქვენ ბრწყინავთ და ბრწყინვა, როგორც უკვე ვთქვი, აღიზიანებს მათ თვალებს, ვინც სიბნელეში ჯდომას არის მიჩვეული. ხალხი გიყურებს და ფიქრობს: აბა, შეხედე ამ იღბლიან ბიჭს. მას ესეც აქვს და ისიც, თეთრი პერანგი აქვს და სწორი კბილები. უბრალოდ ამაზრზენია მისი ყურება. სრულყოფილება იწვევს აგრესიას. ეს ჯუნგლების კანონია. თუ ვინმე ზედმეტად კარგია, ეს ნიშნავს, რომ ის საშიშია. ეს ნიშნავს, რომ მან ყველა რესურსი წაართვა. რა უნდა გააკეთო ასეთ სიტუაციაში? ვერ დაიმალები. სისულელეა ცუდის თამაში, არავინ დაიჯერებს. აქ სცენაზე მეშვიდე ტექნიკა გამოდის, რომელსაც ფეხსაცმელში პატარა კენჭს ვუწოდებთ. რა არის არსი? წარმოიდგინეთ, რომ ახალ ძვირადღირებულ ლაქის ფეხსაცმელს იცვამთ. ისინი იდეალურია. ყველა შურით უყურებს მათ. მაგრამ თუ შიგნით პატარა ბას კენჭს ჩადებთ და ცოტა კოჭლობას დაიწყებთ, შური მყისიერად გაქრება. ხალხი იფიქრებს: დიახ, ფეხსაცმელი ლამაზია, მაგრამ როგორ იტანჯება საწყალი კაცი? ისინი მას ეხებიან და რისხვის ნაცვლად ისინი თქვენს მიმართ ქედმაღლობას ან თუნდაც სიბრალულს იგრძნობენ. თქვენი ამოცანაა ხელოვნურად შექმნათ ეს კენჭი. თქვენს უზარმაზარ წარმატებაში ნებაყოფლობით უნდა იპოვოთ პატარა, გასაგები ყოველდღიური ნაკლი და წარუდგინოთ ის ხალხს. შურიან ადამიანებს ძვალი უნდა ესროლოთ. მათ თქვენი სრული ბედნიერების გადამუშავება არ შეუძლიათ, მაგრამ ადვილად გადაამუშავებენ თქვენს ბედნიერებას, თუ იციან, რომ მას თავის ტყივილი ახლავს თან. როგორ მუშაობს ეს ცხოვრებაში? ძალიან მარტივად. ამას ბალანსირება ჰქვია. თუ დაგაცინაურეს და ყველა კოლეგა მგლებივით გიყურებს, ხმამაღლა, რომ ყველამ გაიგოს, უნდა წუწუნო არა ხელფასზე, ღმერთმა დამიფაროს, არამედ პასუხისმგებლობაზე. ამბობ: მომცეს თანამდებობა, მაგრამ ახლა შაბათკვირა საერთოდ არ იქნება. უფროსი ღამითაც კი რეკავს. უკვე დამავიწყდა, როგორ გამოიყურებიან ჩემი შვილები. ნერვებისგან წყლული მიშრება. რა ხდება შენი კოლეგების თავში? მათი შური ქრება. ფიქრობენ: ვაუ, ამ ფულის გამო მონობაში წავიდა. არა, მირჩევნია მშვიდად ვიჯდე ჩემს ადგილას. შენ წყვეთ მტრად ყოფნას. ხდები თანატანჯული. ეს სოციალური მაგიის უმაღლესი პილოტაჟია. შენ მართავს სხვა ადამიანების ემოციებს უბრალოდ ყურადღების ფოკუსის შენი ტრიუმფიდან შენს, თუნდაც გამოგონილ დისკომფორტზე გადატანით. აძლევს საშუალებას ადამიანებს, რომ ერთ რამეში ოდნავ უკეთ იგრძნონ თავი, ვიდრე შენ. და ამისთვის ისინი ყველაფერ დანარჩენში გაპატიებენ შენს უპირატესობას. ახლა მოგიყვებით ისტორიას, რომელიც დედაჩემის მეგობრის შვილს შეემთხვა. მას დავითი ერქვა. დავითი, როგორც ამბობენ, ოქროსთავიანი იყო. ის ბრწყინვალე სტომატოლოგი იყო. მისი ხელები იმდენად მსუბუქი იყო, რომ პაციენტები სკამზე ეძინათ. და რა თქმა უნდა, ფულიც მისკენ მიედინებოდა. დავითი დიდხანს ზოგავდა და საბოლოოდ აისრულა თავისი ოცნება. მან იღიდა ბინა ქალაქის ცენტრში, ძველ, მაღალჯერიან შენობაში მთავარი მოედნის ხედით. ეს იყო სასახლე და არა ბინა.
ჩამოსხმა, პარკეტი, უზარმაზარი ფანჯრები და ასე გადაწყვიტა დავითმა სახლის განახლების წვეულება გაემართა. მან მიიწვია ბავშვობის მეგობრები, თანაკლასელები, ნათესავები. ხალხი მოდიოდა და დავინახე, როგორ ეცვლებოდა მათი სახეები. თავიდან იღიმებოდნენ, მაგრამ რაც უფრო შორს მიდიოდნენ ოთახებში, მით უფრო ხედავდნენ ძვირადღირებულ ავეჯს და ამ ბრწყინვალე ხეთს ფანჯრიდან, მით უფრო პირქუში ხდებოდნენ. ჰაერში მძიმე სიჩუმე ჩამოვარდა. ვიღაცამ სარკასტულად თქვა, კარგი, რა თქმა უნდა, ეს არ ჰგავს ხრუშჩოვკაში ჩატენვას. ვიღაცამ ჩურჩულით თქვა, ალბათ მოიპარა იმ კბილებზე. დავითმა იგრძნო, რომ მეგობრებს კარგავდა. ის მისაღები ოთახის შუაგულში იდგა დაბნეული, ღვინის ჭიქით ხელში და ირგვლივ არა მხიარული სახეები, არამედ ცივი თვალები დაინახა. მიხვდა, რომ ახლა ეს საღამო კატასტროფით დასრულდებოდა და ეს ხალხი წავიდოდა და შეიძულებდა. შემდეგ კი დავითს გაახსენდა, რას ასწავლიდნენ მოხუცები. გაახსენდა ფეხსაცმელში ჩადებული კენჭი. უცებ ჩიქა მაგიდაზე დადო, მძიმე დამოიოხრა, თავი მოკიდა და ხმამაღლა თქვა, რომ ყველა გაჩუმებულიყო. ჩემო მეგობრებო, თქვენ უყურებთ ამ სილამაზეს და ფიქრობთ. აი, დავითი იღბლიანი ბიჭი. მე კი ვუყურებ და ვფიქრობ, რა ჯანდაბაში ჩავერთე ამაში, ყველა გაშეშდა. შური ცნობის მოყვარეობამ შეცვალა. թե რას გულისხმობ, იკითხა ყველაზე შურიანმა მეგობარმა. წარმოდგენა არ გაქვს, ხელი დაუქნია დავითმა და მის სახეზე საყოველთაო მწუხარება გამოსახულიყო. ეს შენობა, ეს არქიტექტურული ძეგლია. იცით, რას ნიშნავს ეს? მე ვერ ჩავარჯობ ლურს. ჟანგიანი წყალი ყოველ მეორე დღეს მოდის, სტუმრებმა ერთმანეთის მზერა დაიწყეს. მათ სახეებზე შვების პირველი ღიმილი გამოჩნდა. დევიდმა ხასიათის შესახებ ისაუბრა და განაგრძო, ხმაურის იზოლაცია. ღმერთო ჩემო, კედლები მუხაოს მსგავსია, ზემოთ მეზობელი მევიოლინეა, დილის 6 საათიდან ჩრის, ქვემოთ კი მოხუცი ქალი ძაღლებით, ისინი ომში არიან. ერთი კვირაა არ მიძინია, ზომბივით დავდივარ. ის ფანჯარასთან მივიდა და ტრაგიკულად მოედნისკენ მიუთითა. და ეს ხედი, შვენიერია, არა? ახლა წარმოიდგინეთ, დღესასწაულები, კონცერტები, აღლუმები. აქ ისეთი ხმაურია, რომ ფანჯრები კანკალებს. და საცობები. მანქანას 3 კვარტლის მოშორებით ვაჩერებ, რადგან ეზოში ადგილი არ არის. წვიმაში მარტო ვზიდავ სასურსათო ჩანთებს. სიმართლე გითხრათ, უკვე ვფიქრობ, იქნებ ვცდებოდი, რომ გარეუბანში ჩემი წყნარი პატარა ბინა გავყიდე. ყოველ შემთხვევაში, იქ შეგეძლო დაძინება. და სასწაული მოხდა. დავინახე, როგორ მოდუნდნენ სტუმრები. ხრები ჩამოუვარდათ, თვალებში კეთილი შუქი გაუნათდათ. იგივე შურიანი მეგობარი მივიდა დავითთან, მხარზე ხელი დაადო და გულწრფელად გულიდან უთხრა, კი ძმაო, შენ თვითონ ჩაერთე ამ საქმეში. ლამაზად ცხოვრება აკრძალული არ არის, მაგრამ საკუთარი ფულით უამრავი პრობლემა მოიპოვე. თანავუ გრძნობ. კარგი, არაფერი, გაძელი, ყოველ შემთხვევაში, ჯერი მაღალია. საღამო გადარჩა. ხალხი სვამდა, ჯამდა, იცინოდა და დავითი ებრალებოდა. სუბუქი გულით წავიდნენ სახლში. ფიქრობდნენ, ედიახ, მას სასახლე აქვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მე სუფთა წყალი მაქვს და ჩემი მეზობელი მევიოლინე არ არის. უკეთესი მაქვს. დავითმა შეინარჩუნა თავისი მდიდრული ბინა და მეგობრები. რა თქმა უნდა, მან პრობლემები ცოტათი გაალამაზა. მან მილები შეცვალა და მევიოლინე იშვიათად უკრავდა. მაგრამ ამ პატარა წარმოდგენამ, ამ კენჭმა, რომელიც ფეხსაცმელში ჩაუდო, შავი შურისგან იხსნა. გახსოვდეთ მეგობრებო, თუ გსურთ, რომ ხალხმა გაპატიოთ თქვენი წარმატება, უნდა აჩვენოთ მათ, რომ თქვენც იტანჯებით. იპოვეთ თქვენი კენჭი. იყოს ეს მაღალი გადასახადები, მავნე უფროსი, შავი ხიზილალის ალერგია ან ახალი ფეხსაცმლისგან გამოწვეული ბუშტუკები. მიეცით ხალხს მიზეზი, რომ გებრალებინათ და ისინი სიამოვნებით მოგცემენ ბედნიერების საშუალებას. რადგან ბედნიერი და ტანჯული ადამიანი მათთვის უსაფრთხოა, ის მათი ერთ-ერთია. ახლა კი, მეგობრებო, ყველაზე მნიშვნელოვანი ის, რის შესახებაც გაგაფრთხილეთ. თითოეულ თქვენგანს ახლა ჯიბეში ბომბი უდევს, რომელიც საძირკველს აფეთქებს. ეს თქვენი ტელეფონია. უცნაურ დროში ვცხოვრობთ. გვეჩვენება, რომ თუ ფოტოს არ გამოვაქვეყნებდით, ეს არ მოხდებოდა. სახლის საძირკველი დავიწყეთ, მაშინვე ფოტო გავავრცელეთ ქსელში. წინადადება გავაკეთეთ, ბეჭდის ფოტო. ტესტზე 2 ზოლი დავინახე, ფოტო შეყვარებულებისთვის. გახსოვთ სასტიკი კანონი, რომელიც ბაბუამ გამომიცხადა. ნუ დაითვლით თქვენს ქათმებს, სანამ ისინი კვერცხშია. სანამ მარცვლეული მიწაშია, ის იზრდება. მაგრამ თუ მიწას ამოთხრით, რომ ყველას აჩვენოთ, შეხედეთ, როგორ იზრდება, მარცვლეული მოკვდება.
როდესაც მსოფლიოს თქვენს გეგმებს აჩვენებთ და არა თქვენს შედეგებს, ამ საკითხის ენერგიას აკარგვინებთ. თქვენ გონებრივად უკვე გადაიტანეთ წარმატება, მიიღეთ მოწონებები, მიიღეთ იაფფასიანი დოფამინი. სამყაროს აღარ აქვს მიზეზი, რომ რეალური შედეგები მოგცეთ. თქვენ უკვე შეჭამეთ ეს კომენტარებში. რკინის წესი. ისაუბრეთ მხოლოდ იმაზე, რაც უკვე მოხდა, დამტკიცდა და ნაყოფი გამოიღო. სახლი ავაშენე, 1 წელი ვიცხოვრე, შემდეგ ბუხარი ვაჩვენე. შვილი გავაჩინე, გავზარდე და შემდეგ ვიტრაბახე. ამ მომენტამდე პირდახუჭული, ჯიბეში ტელეფონით. მოდით, შევაჯამოთ. მივხვდით, რომ გაშლილი ტუჩები არა მხოლოდ ჯაშუშებისთვის, არამედ უსიამოვნებებისთვისაც არის აღმოჩენა. ვისწავლეთ ციფრების არ დასახელება, რათა საფულეზე წვდომის კოდი არ მიგვეღო. ვისწავლეთ წარმატების ჩივილებით შევამციროთ, რათა სხვისი შური დავამშვიდოთ. ვისწავლეთ ვამპირებისთვის ნაცრისფერი ქვები ვიყოთ და მლიქვნელებს მლიქვნელობა დავუბრუნოთ. მივხვდით, რომ ავადმყოფობა სიჩუმე უყვარს და თე არა, სგამართლება არ სჭირდება. ამ ყველაფრის სულიერი მნიშვნელობა მარტივია. სავსე კასრი ხმას არ გამოსცემს. მხოლოდ ის ჯრიალებს, რაც შიგნით ცარიელია. ხოვლის შემძლე უყვარს მოკრძალებულები. როდესაც ჩუმად ხარშენს ბედნიერებაზე, მას შიგნით ინახავ, როგორც წმინდა ცეცხლს ტაძარში, სადაც უცხოებს ჯუჯხიანი ფეხსაცმლით ვერ შევლე. გახდი ასეთი სავსე, 7 ჩიქა. შეინახე, ნუ დახარჯავ. თუ ეს სიტყვები შენს გულს შეეხო, თუ მათში სიმართლე იგრძენი, გააკეთე მარტივი მოქმედება. გამოიწერე ეს არხი. აქ ვსაუბრობთ იმაზე, რაც სიცოცხლეს ინარჩუნებს. კომენტარებში კი მომწერეთ პასუხი ერთ კითხვაზე. ოდესმე გიტრაბახებიათ გეგმებით და ყველაფერი ჩამოინგრა. რა იყო ეს? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება, რათა სხვებმაც ნახონ, როგორ მუშაობს ეს კანონი. და აუცილებლად ახლავე ჩართეთ შემდეგი ვიდეო ჩემს არხზე. სათაურს არ გეტყვით, მაგრამ იქ განვიხილავ თემას, რომლის გარეშეც ყველაზე მდიდარი ადამიანიც კი ღარიბად დარჩება. ეს თავდაყირა დააყენებს თქვენს წარმოდგენას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იცხოვროთ. შევხვდებით სიჩუმეში.